მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო კომისია, რომელიც იხილავს სხვადასხვა საინტერესო თემებს და საქმეებს, პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის სისასტიკეს. პრინციპში ჩვენთვის რეალურად ახალი არც შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ ის ჭრილობები, რომელიც ჩვენ მოგვაყენეს, ის თითქოს გაიხსნა და დავბრუნდით იმ პერიოდში, სადაც ვიყავით. იმიტომ რომ ბევრ შეიძლება მივიწყებული ქონდა ეს ტრაგედიები, ბევრ შეიძლება გარკვეულწილად დავიწყებულიც იყო ეს საშინელებები, ეხლა კი ახალი სიმძაფრი შემოვიდა თითოეულ ჩვენთაგანში, აი ის, რასაც სააკაშვილი უკეთებდა თავის ხალხს, თავის ქვეყანას და ყველაფერ ამის ირგვლივ ძალიან ისე აქტიურად იყო ჩართული მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, ადვოკატები, უფლებადამცველები, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საინტერესო საქმეებში ჩართული, იცავდნენ სააკაშვილის მიერ რეპრესირებულ ადამიანებს და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ იმ ადამიანთან გქონდეს საუბარი, ვინც უშუალოდ სააკაშვილის მიერ რეპრესირებული ადამიანების დამცველი იყო ძალიან ბევრ საქმეში და ასევე ჩვენ მარტო კონკრეტულ თემებზე და საქმეებზე კი არა, უშუალოდ იმ პერიოდზეც გავამახვილებთ ყურადღებას და დღევანდელი ანალოგიდან გამომდინარე დღევანდელ სიტუაციასაც რა თქმა უნდა შევაფასებთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება უფლებადამცველი ადვოკატი ბატონი გელა ნიკოლეიშვილი. მოგესალმებით ბატონო გელა. მოგესალმებით. ბატონო გელა, აი ალბათ თქვენც ადევნებთ თვალყურს საპარლამენტო კომისიის ხტომებს, რომელსაც უძღვება ქალბატონი თეა წულუკიანი, ძალიან ბევრი საქმეები ვნახეთ ჩვენ უკვე მსხვერპლები სააკაშვილის რეჟიმისა, კიდევ ბევრი მოსვენა მოგვიწევს. აი თქვენ უშუალოდ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი იმ ადამიანის დამცველი იყავით, ვინც სააკაშვილის რეპრესირებული იყო. როგორ შეაფასებდით ამ კომისიის მუშაობას და თვითონ აი ამ დაკითხვების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში? პრინციპში თავიდან რომ დავიწყოთ, ეს კომისია ცოტა დაგვიანებით შეიქმნა, იმიტომ რომ 2013 წლიდან ჩვენ არამხოლოდ ჩვენ ბევრი ხალხი მოვითხოვდით იმას, რომ შექმნილიყო სწორედ ასეთი კომისია, რომ გასამართლებულიყო დამნაშავე რეჟიმი და აღდგენილიყო სამართლიანობა, თუმცა მაშინ ეს სწორედ როგორც ახლა ირკვევა იმ გარეძალების მიერ მოთხოვნილი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ კოაბიტაცია უნდა ყოფილიყო აი ამ დამნაშავე რეჟიმთან, არ შეიძლებოდა ესე დაპირისპირება და აქედან გამომდინარე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ იმას, რომ არა ეს შურისძიება არ შეიძლება და ისიც კი გააკეთეს თუ გახსოვთ, რომ როდესაც იმ სამეგრელოს ტყის კასრებში აღმოაჩინეს ეს საშინელი მასალები წამებების საერთოდ დემონსტრაციულად გაანადგურეს და ფაქტობრივად ეს იყო მტკიცებულებების განადგურება. Ну, ახლა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ და დაიწყო ამ კომისიამ მუშაობა. საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ახლა პირადად მეც არამხოლოდ ჩემი დასაცავი პირები იმ დროინდელი, არამედ უცხოებიც მიკავშირდებიან, რომლებიც ითხოვენ და ალბათ სხვებსაც უკავშირდებიან ადვოკატებს და ითხოვენ, რომ აი მათი საქმეებიც იყოს განხილული ამ კომისიაში, თუმცა ამ კომისიის
ესეთი პირობით შეიქმნა ეს კომისია, რომ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს. და ახლა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები მოგეხსენებათ პრეზიდენტი, მინისტრები და მათი მოადგილეები და ესეთი ხალხი, დეპუტატები, ესეთი თანამდებობის პირები, რომლებიც რეალურად თითებზე ჩამოსათვლელია და მაგალითად ნებისმიერი პროკურორი, ნებისმიერი მოსამართლე პოლიციელი, რომელიც მაშინ მასობრივად იყვნენ ჩართულები აი ამ უფლებების შელახვაში, არ ჯდება აი ამ დებულებაში, რომელიც მათ მიიღეს ამ კომისიისთვის, თორე გაცილებით მეტი იქნებოდა დროც და საშუალებაც ექნებოდა მეტი და შეიძლება ეს კიდე თვეებით გაგრძელებულიყო, მაგრამ როგორც ვიცით 5 მაისამდე იყო და ახლა 5 ივნისამდე იქნა გაგრძელებული მხოლოდ 1 თვით. არ ვიცი კიდე რა ემეებს კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ, მაგრამ რეალურად რაც განიხილეს ოფიციალურად და რაც უпростоრეთ ესე საჯაროდ რაც განიხილეს და რაც გამომჟღავნდა და რეალურად თქვენი თქმის არ იყოს, ახლა ჩვენ კი ვიცოდით ეს ყველაფერი და ამაზე უარესები ფაქტებიც კი გქონდა ჩვენ პირადად ჩვენ თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ეს მაინც მნიშვნელოვანია, თუნდაც იმის გასახსენებლად, რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მაშინ ჩართული იყო აი ესეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, დღეს გამოდის მამა აბრამის ბატკანევით და ამბობს, რომ თითქოს ისინი არიან ახლა უფლებადამცველები და ჩვენ ან სხვები არიან უფლებადამრღვევები და ეს რომ ესე თვალებს ხალხს ნაცარი არ შეაყარონ, თუნდაც ამისთვის არის საჭირო ასეთი კომისიის შექმნა და მუშაობა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ხა ეს კომისია, რომელიც იხილავს ამ საქმეებს, ანუ მიზანი რა არის საბოლოოდ, ეხა გავიგეთ, რომ ნაცმოძრაობა უნდა აიგზალოს, ნუ გადაიდო ეს თავიდან გაგვახარეს, ძალიან გაგვიხარდა, მერე შემდეგ მithქვა, რომ ცოტა გადაიწევს ეს პროცესი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ის საქმეები, რომლებზეც აქ იყო მსჯელობა, ბევრი მაგალითად მივიდა იქ და ისაუბრა იმ შესახებ, რომ ელოდება კვლავ პროკურატურისგან რაღაც გარკვეულ ქმედით ნაბიჯებს. ასეთი იყო მაგალითად ლეონიძე მაგნატის საქმეზე, რომელმაც თქვა, რომ ის ელოდება სამართლიანობის აღდგენას. ასევე იყო იქ სხვა პირები, რომლებმაც იგივე თქვეს, ხა მაგალითად ელექტრონიქსის საქმესთან დაკავშირებით უნდა მივიდეს ქოქოლაძე ანზორი, რომელსაც წაართვეს ელექტრონიქსი. აი როგორ ფიქრობთ, აძრავს პროკურატურა ამ ამბების შემდგომ საქმეებს, იმიტომ რომ ეს ეხა შეფასება პოლიტიკური ვიცით კი ბატონო და ნაცმოძრაობას თუ აიგზალება კარგია, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ იკითხებიან, თავარი მაინც არის ის, რომ დაუბრუნდეთ ის წართმეული ქონება ან დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს დანაშაულებები ჩაეძინა. ხო, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაბიჯები ამ ხრივ უკვე გადაიდგა, მე რაც ვიცი, ეს არის ბატონ ჯემალ ლეონიძის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი, როდესაც დადგა ჯემალ ლეონიძეზე, მე ვიყავი მისი ადვოკატი, თუმცა სააკაშვილის დროს მაშინ მე არ ყოფილვარ, მაგრამ აი როდესაც უკვე შევიტანეთ, როგორც პოლიტპატიმარი ის გათავისუფლდა და გამამართლებელი განაჩენი დადგა, მე ვიყავი მისი ადვოკატი და იმის მერე და მანამდეც უკვე 2013 წელს ის გათავისუფლდა და მას მერე დავობს თავისი ქონების დაბრუნებაზე და რეალურად გარკვეული ნაბიჯები ამ გამოსვლის შემდეგ გადაიდგა, თუნდაც ის რომ რეალურად რეესტრში გააცოცხლეს მისი მაგნატი, ფაქტობრივად ის იყო გაუქმებული და აღადგინეს და აქედან გამომდინარე გარკვეული უფლებებიც აღუდგა და ძალიან ბევრ ინსტანციაში აქ დავა, ზოგიერთ მათგანში მეც ვიღებ მონაწილეობას, ეს სამოქალაქო საქმეებია ძირითადად იქნება ეს პროკურატურის თუ კერძო პირების თუ ხაზარაძის თუ სხვა იმ ცრუ მყიდველების თუ ცრუ გამყიდველების მიმართ, რომლებმაც ჯერ გადაიფორმეს მისი ქონება, შემდეგ ვითომ კეთილსინდისიერ მყიდველებს მიყიდეს და რეალურად რამდენჯერმე გადაყიდული ქონების დღევანდელი მეპატრონეებისთვის იმის დამტკიცება, რომ ისინი ცრუმაგიერი პირები იყვნენ და სხვების სახელით ესე იგი თავის სახელით იყიდულობდნენ სხვის ქონებას, რომ მათი მიმართ აღარ ყოფილიყო შედავება. და ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და
როგორც ჩანს, ის კომისია, რომელიც არის დეპარტამენტი უпростоრეთ პარლამენტში, რომელიც ირაკლი ნადარაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს, გარკვეული სამუშაო მან გაწია, მაგრამ გასაწევი სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი აქვს და იმედია, რომ რაღაცა გააქტიურდება ყოველ შემთხვევაში და უფრო ქმედითი შედეგები ექნება ამ კომისიის მუშაობაში. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი ეს საქმეები, რომლებიც ძალიან ბევრი არის, ჩვენ ახლა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ცოტა გახმაურებულ საქმეების ფიგურანტები კითხებიან და არის ასევე ისეთი საქმეები, რომლებშიც ახლა შეიძლება ახალაია, სააკაშვილი, მერაბიშვილი არ ფიგურირებს, მაგრამ სხვები არიან ჩართული. აი ამ საქმეებთან დაკავშირებით თქვენი აზრით თუ იქნება რაღაც გარკვეული პროგრესი და ნაბიჯების გადადგმა, აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ იმედი მაქვს, რომ იქნება, თუმცა ეს კომისიის განსახილველად ვერ გამოდის, მაგრამ ყველა მათგანს, აი ვის მე მომართა, სრულიად უცხო ადამიანებმა ჩემთვის რამდენიმე და ალბათ სხვებსაც მიმართეს, ყველა მათგანს შეტანილი აქვს ამ დეპარტამენტში, სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში. ეს თავისი განაცხადი, თავისი მასალები და წლებია თაროზეა შემოდებული და იმედია გააქტიურდებიან და რაღაცა შედეგი მაინც იქნება. ზოგიერთ ქონების დაბრუნებაც არ უნდა, უბრალოდ რეპუტაციის აღდგენა უნდა. გასაგებია და მე ერთი რამე მაინტერესებს კიდევ რომ აი ჩვენ ახლა მეც პირადად ძალიან ბევრი საქმეები შევიტანე პროკურატურაში როგორც ადვოკატმა და იმედი მაქვს არ დამიკარგავს რომ რაღაც ამ საქმეებს დაადგება საშველი, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ის წნეხი სრულად არის გათავისუფლებული ხელისუფლება. ფაქტობრივად ხელისუფლება აღიარა რომ ჩვენ იმიტომ ვერ ვიძიებდით ამ საქმეებს რომ კოხაბიტაცია იყო, გთხოვდნენ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს წნეხი სრულად არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ კი ეხლა ხელისუფლებამ რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მაგრამ არის თუ არა იმის საშიშროება, რომ კლავაც იქნება წნეხი იგივე ამ სამართლიანობის აღდგენაზე და სრულ აი კოჰაბიტაციის დასრულებაზე. ანუ ეს კარტ ბლანში აექნება ხელისუფლებას, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეგ დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება რამდენად მყარად იდგება თავის პოზიციაზე. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია არის საკმაოდ მყარი და რა ვიცი, ვნახოთ, ერთმანეთის იქიდან ზეწოლა რა იქნება, თუ ვაჭრობა რა იქნება, არ არის გამორიცხული, რომ იქიდან ვაჭრობაც დაუწყონ, რომ თუ აი ეს წნეხი რომ მოხსნათ, მაშინ ესე უნდა გააკეთოთ ან ისე და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკაა და მე ვფიქრობ, მაინც რამდენადაც სიმყარეს დაანახობს ეს ხელისუფლება და რამდენადაც მეტად დაანახობს, რომ მათ რეალურად ხალხის მხარდაჭერა და ჯერჯერობით კი არა იმ არჩევნების დღიდან ყოლებული და დღემდე ესე ჩანს, რომ რეალურად მოდი ახლა ასეულობით და ათასეულობით დავითვლით, მაგრამ ზოგადად ვთქვათ, რომ გაცილებით მეტი მომხრე ყავს ხელისუფლებას, ვიდრე მოწინააღმდეგე. ეს ჩანს. და ახლა რამდენით მეტი, რამდენით ნაკლები, მთავარი არის ის, რომ 50%-ზე ერთით მეტიც როდესაც არის, ნებისმიერ დემოკრატიული კანონების, დემოკრატიული იდეოლოგიის და მიდგომის ანი და ბანია ის, რომ 50% პლუს 1 თუ შეაგროვებს ხმებს ხელისუფლება, მით უმეტეს არჩევნებზე და არა რაღაც სოციოლოგიური გამოკითხვით, ის არის უკვე ერთპიროვნული მმართველი. რა თქმა უნდა, თავისი ოპოზიციით, მაგრამ არა ისეთი ოპოზიციით, რომლის ინტერესი არის ის, რომ მაგალითად რომ არა ოპონირება გაუწიოს, არამედ დაამხოს ხელისუფლება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში 61 ადგილი აიღეს პარლამენტში ჯამში ოპოზიციონერებმა და იძახიან არა, თუ უმრავლესობას არ ავიღებთ, ეგრე არ გვინდა. მოდი ხელახლა და ახლა ესეთი არასერიოზული ოპოზიცია და ინფანტილური ოპოზიცია, როდესაც ეყოლება ამა თუ იმ ხელისუფლებას, ხო? ძალიან ძნელია მართვა და იმიტომაც არის, რომ ახლა როდესაც იმ ოპოზიციას რეალური მხარდამჭერები იმდენი არ აყავს, რომ აი ხელისუფლება დაამარცხოს, უკვე რჩება ერთი გზა, რომ რასაც ესენი აკეთებენ, რომ მოიზიდონ გარე მხარდამჭერები, გარედან ძალა მოიკრიბონ, თანხები მოიზიდონ, წნეხი გააძლიერონ ხელისუფლებაზე და რეალურად უფრო
შიდა პოლიტიკა გაამწვავონ. ხო, აი და ამ გამწვავებას ბუნებრივია მოყვება ადეკვატური რეაქცია. მაგალითად, როდესაც ლაპარაკი არის, რომ აი ამდენი წლების მანძილზე არ ყოფილა აკრძალული არც იმისი, რა ქვია, მასხალების სროლა, არ ყოფილა ნიღბები, ხო, არ ყოფილა, იმიტომ რომ მაგის საჭიროება არ იყო და ახლა რომ დავინახეთ, რომ აი ამ იმითი, რა ქვია, მასხალებით თუ სახის დაფარვით და მოლოტოვის კოქტეილები და რაღაც უბრალოდ სახელმწიფო გადატრიალებს აბერებენ, კი, მიღებული იქნა მის წინააღმდეგ კანონები. თორე ბევრ ქვეყანაში ის ნიღბების წარების წინააღმდეგ მიტინგზე იყო მიღებული, იმიტომ რომ იქ საჭიროება იყო. ჩვენთან არ ყოფილა აქამდე, რადგან ახლა გამოჩნდა, რომ სახედაფარულმა ადამიანმა ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს და გაიქცეს და ვერ იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ბუნებრივია. უკვე გამოჩნდა იმის საჭიროება, რომ აიკრძალოს ნიღბებით მიტინგებზე სიარული. და ასე შემდეგ კიდე სხვადასხვა იგივე დაფინანსება, როდესაც მიმართული აღმოჩნდა ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად, უცხოური ეს არასამთავრობოებისკენ მიმართული, ბუნებრივია ისევ მიიღეს კანონი, რომ ეს გამჭვირვალე იყოს. მანამდე არ ყოფილა, ხო, ესეთი ის, რომ ძალადობრივი აქციები დაეფინანსებინოს. და ასე რომ მათი ქმედება ძალაუნებრივად იწვევს უკუქმედებას, მერე მათზე უნდა აღმოიფხვრას ბუნებრივია ის ხვრელები, რომელიც არყევს ხელისუფლებას და ესე турბულენტურ გარემოში ამყოფებს. არა, თან რა არის გასათვალისწინებელი ის ხალხი, ვინც მართლა ფიგურირებდა უამრავ დანაშაულში, მაგალითად ეს ბარამიძე, გიორგი ბარამიძე, რომელიც აფრასიძეების საქმეებში იყო მხილებული და რა ვიცი ეს კაცი რატომ არ მიეცა პასუხისმგებაში, ის ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებიც გარკვეული რუხი კარდინალების ფუნქციას ასრულებდნენ, შეიძლება პირადად არ მონაწილეობდნენ, მაგრამ სწორედ მათი მითითებებით ხდებოდა ეს დანაშაულებები. ეხლა გამოდიან, ანგრევენ, ამსხრევენ ყველაფერს, აგერ პოლიციელებს უვარდებიან, მონებს ეძახიან, მე არ ვიცი სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს რაც გაუკეთეს იქ რესტორანთან, როდესაც კვერცხები ესროლეს. ესეთი რამე რომ სააკაშვილის დროს ვინმეს გაეკეთები და გააციბირებდნენ კი არა, საშვილთაშვილოდ გასახლებულები იქნებოდნენ. და მე არ ვიცი ამის მერე ყველაზე უცნაური ის არის, რომ აი ეს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამაზე საერთოდ რეაგირებას არ ახდენენ და ჩვენ გვახსოვს, რომ იმ დროს მართლა რომ რეაგირება იყო მოსახდენი, ისინი საერთოდ ხმას არ იღებდნენ ამ პროცესებზე. ხო, ეს არის ფარისევლობა სწორედ, აღარ შორს წავიდეთ სააკაშვილი რადგან ჩვენ გვერდზე ჩვენი თანამედროვეები არიან მოლდოვაში, მოლდავეთის ხელისუფლება და იგივე უკრაინის ხელისუფლება, რომლებიც საერთოდ პარტიებს კრძალავენ, იქ არასამთავრობოები საერთოდ იმაში არ არიან, საერთოდ არანაირი უფლებები ფაქტობრივად არ აქვს, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. და რეალურად ამბობენ, რომ იქ ყველაფერი კარგად არის, დემოკრატია ყვავის, შორს რო არ წავიდეთ, აგერ ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში, კი ბატონო, იქ არც ომია, არც ის, მაგრამ რეალურად არის ერთპიროვნული მმართველობა, მართლაც დიქტატორული რეჟიმი, განსხვავებით საქართველოსგან, ოპოზიციური ტელევიზიები, ჩვენთან ოპოზიციური ტელევიზიები გაცილებით მეტია, ვიდრე პროსახელისუფლებო, ხო? იგივე არასამთავრობოები, რა ვიცი, იგივე ნებისმიერი გამოსვლები და პროპაგანდა, რასაც ისინი ეძახიან, რომ სამთავრობო პროპაგანდაო, თორე რომ გადახედოთ ახლა ტელევიზიებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს, პროპაგანდა სწორედ ის არის, რასაც ისინი აკეთებენ, ხო? საერთოდ ჭაჭანდება იქ საწინააღმდეგო აზრი. კი, ერთი-ორი ტელევიზია ხელისუფლებასაც აქვს, თავისი მომხრეების საპროსახელისუფლებო, მაგრამ აქ თუ ორია, იქ არის 20 ალბათ, თავისი მიმიცი, რა ქვია, რეგიონული ტელევიზიების ჩათვლითთან. აქედან გამომდინარე, ამას რო ვერ ხედავენ და რეალურად იმას, რაც თქვენ გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, აქ ხო ყველაფერი გასაგებია, რომ ჩემი იმიდან, რა ქვია, მე როცა ვიღაცას შეუვარდები, ეს არის სიკეთე, თუ ვიღაცა მე შემომივარდება, ის არის ბოროტება და არ უნდა გაირკვეს. ახლა იქ მიზეზები რა იყო და შედეგები საიდან მოვიდა ისეთი. აქედან გამომდინარე უკვე ჩვენმა ხალხმა და ჩვენც მათ შორის უკვე იმდენი ხანი ვართ
მათთან კოორდინაციაში და მათთან კომუნიკაციაში, რომ ვიცით უკვე მათი ინტერესებიც, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, ბუნებრივია და ჩვენ ძალიან დიდი ხანი გულუბრყვილოდ გვჩეროდა, რომ ჩვენთვის არის ყველა მოკეთე და ჩვენთვის იღწვიან და ჩვენი სიკეთე უნდა და ჩვენი წარმატება და ბედნიერება. რეალურად ჩვენში და ვერც გავამტყუნებ იმათ, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოში ისინი ხედავენ თავიანთ ინტერესს, რა შეიძლება იყოს მათთვის მომგებიანი და არა ჩვენთვის მომგებიანი. არა, ერთი რამეა კიდე გაღიზიანებას იწვევს საზოგადოების უკვე ის, რომ ეს ნაცხროვა იყო და სიზღვიშრობდა. ეხლა არიან კიდე და იგივე პროცესები, ანუ ესე იგი აქით ესე იგი ადამიანებს აბულინგებენ რა. ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ ისე იქცევიან, რომ თითქოს ისინი მართავენ პროცესებს. ხა საჭველში ჩაგიფურთხებაო, იქ მივარდნებიო, იქ ადამიანი ქუჩაში გამოვა რაღაც. აი თითქოს ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ხელისუფლებაში კვლავ მნაც მოძრაობა. იმიტომ რომ ადამიანები ხა შეიძლება არ იხვრიტება, არ იხოცება, არ იჭერენ, მაგრამ მიდის საშინელი ტერორი. ეხლა ქუჩაში გახვალ და ვიღაცა თუ რაღაცას მოგაძახებს, ვერ გასცე პასუხს, იმიტომ რომ რამე რო გასცე პასუხი, მე აქით მოგედავება სამართალდამცავი სტრუქტურები. მერე არის რომ ესენი გადაკეტილი აქვს ეს რუსთაველი, თო მოგებული ქონდეთ რაღაცაში ტენდერში რუსთაველის პროსპექტი. ანუ აი რაღაცნაირად ადამიანები არიან ცოტა უკვე სიმართლე რო ვთქვათ ძალიან ისეთ აი რო ვთქვათ სასოწარკვეთილებაში, იმიტომ რომ ამისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ 9 წელი, რომ კიდევ ნაცმოძრაობას გუნდრუკი უკმიოთ, კვლავაც ესე იგი ესენი თარეშობდნენ ქალაქებში და კვლავაც ესე იგი ესენი დომინირებდნენ პოლიტიკურ ველზე. ამისთვის ხო არ გვიბრძოლია ჩვენ, რომ აი ამას უყუროთ, აი ამ სურათს უყუროთ ტელეეთერით. ხო, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რეალური დემოკრატია შევინარჩუნოთ და არა ისეთი ფასადური, როგორც სააკაშვილის ჰქონდა, რომ მხოლოდ გარეგნულად და შიგნით რა დიქტატურაც იყო დამყარებული. რეალური დემოკრატია, რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს და გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა ამასაც, რა თქმა უნდა ეშველოს აი ამ ყოველდღიურ თუ რაღაცა ყოველწუთიერ ლანძღვაგინებას, შეურაცხყოფის მიყენებას, დისკრიმინაციას და რა ვიცი, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო, სადამდე არიან მისულები. ადამიანებს ეძახიან, ნუ მონას ეძახიან, ახლა თვითონ ადამიანები, რომლებიც აი თქვენ რო თქვით, უნდა შევეგუოთ, ეგ დემოკრატია აღარ არის, რასაც არა, ხო და მაგას ვამბობ, მაგას კი არ უნდა შევეგუოთ. აი მე გეტყვით, ახლა გარკვეული დისკომფორტი და გარკვეული ოპონირების აზრი უნდა გქონდეთ, ოპონირების გამოხატვა სხვაგვარად მოაზროვნეებს, მაგრამ იმიტომ რომ საერთოდ პირსი ბურთს ვერ ჩაჭრი ყველაფერზე, მაგრამ გარკვეული ზღვარი უნდა იყოს, როდესაც ადამიანის სიტყვაზე უკვე ისეთ შეურაცხყოფაზე გადადის და შეიძლება ეს განიხილონ, როდესაც ქუჩაში რაღაცა ადამიანს აყენებენ ესეთ შეურაცხყოფას და საზოგადოებისთვის მიუღებელ რაღაცას, ეს უკვე არის ხულიგნობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. შეიძლება აი აქ გამკაცრდეს, რომ ესეც ითვლებოდეს არა მხოლოდ იმათ ან ადმინისტრაციულ გადაცდომად ან რაღაცა, არამედ სისხლის ან დიდი ჯარიმების დაწესება შეიძლება. და მე რას ვამბობ ახლა ამ ადამიანებმა ფაქტიურად თავის სახერაში გამოაჩინეს. სხვებს ეძახიან, რომ ჰომოფობები, ქსენოფობები. აი იმაზე მეტი ქსენოფობია რაგინა ადამიანს ეძახიან რუსო და ამით ლანძღავენ. ფაშისტებთან ომის დროსაც კი არ იყო მიღებული, რომ ვიღაცისთვის გერმანელი დაეძახა და ამით შეურაცხყოფა მე. ეძახდნენ ფაშისტებს, ანუ იმ გერმანელის რაღაცა ნაწილს, რომელიც არის მიუღებელი. და აქ ეროვნული ნიშნის მიხედვით, რომ შესომეხო, რუსო, გერმანელო თუ ფრანგო, რომ ეს რომ დამაკნინებელი და დამამცირებელი, აი პირდაპირ არის ქსენოფობიის აი როგორი გამოხატულება, რომ ამაზე იქით აღარაფერი არ არის, რომ ეროვნული იმას ეძახი, ნებისმიერი რუს და წარმოედგინე ისინი მე შეიძლება თავის მიმართ მოითხოვდნენ პატივისცემას, ხო? ძალაუნებურად იწვევ, ხო, რომ ვიღაცას რომ ლანძღავ, იმისთვისაც რაც უნდა იყვნენ, მაშინ რომ თვითონ საწინააღმდეგო მიიღო და ბევრს ვაცორი. ბატონო, ძალიან სწორი რამე თქვით, ბატონო გელა, სხვათაშორის აი მე პირველად მოვისმენი ამ კუთხით, აი თქვენი განცხადება ესეთი რამ არავის არ უთქვია, მართლაც აი დამაფიქრებელია, რომ მართლა ფაშისტები იყვნენ, კაცო და
არავის არ უთქვია გერმანელო, ფაშისტებს ეძახდნენ და არა გერმანელებს. მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცი, დაუსჯელობა წარმოშობს ახალ დანაშაულს. ერთი თქვენ დამისახელეთ მე პირი, რომელიც დაისაჯა სისხლის სამართლის კურსხით ეთნიკური შუღლის გაღვივების გამო. ეხლა ესენი ხო ეთნიკურ შუღლს აღვივებენ, იმიტომ რომ ფაქტია, როდესაც ამაზე აპელირება, იყო საქართველოში ორგანიზაცია საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც პირდაპირ ქადაგებდა იმას, რომ არ ჩართოთ რუსული მუსიკა, არ ჩართოთ რუსული რაღაცა კონცერტი, პირდაპირ ანუ მიდის ესე იგი ეთნიკური ნიშნით შევიწროება ადამიანებისა. ტურისტები ჩამოდიან, ესე იგი ჟურნალისტები ჩამოდიან, დაძდევენ, იმიტომ რომ შენ რუსი ხარ. რუსი ხარ. ამ დროს ეს იდიოტები ვერ ხვდებიან იმას, რომ რუსულად მარტო რუსები კი არ ლაპარაკობენ, პოსტსაბჭოური სივრცე ლაპარაკობ. და აი მე ვფიქრობ, რომ აქაც აი პრობლემაა ის, რომ როდესაც დაიჭერენ პასუხისგებაში მისცემენ ადამიანებს ამ კუთხით, ხო? მე აღარ იქნება ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვთ ეხლა სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებს ვინმე რომ ბუზი აუფრინოს, იმ წუთასვე პასუხისგებაში მისცემენ, ხო? როგორი დრაკონული კანონები არის. და ამიტომ არის ეს პრობლემა, რომ რაღაცა ვიღაცა ჩვენ გვეშინია, რომ აი თუ ამ კუთხით მისცემენ პასუხისგებაში, მე გამოხტება ვიღაცა და ეს რუსული ხელისუფლება და აი ამ იმის ქვეშა ვართ რა, ხელისუფლებაც არის რაღაცა აი ამ რაღაცნაირად იმის ქვეშ, რაღაცა რომ აი თავის აი რაღაც რომ აი ვაიმე არ დამაბრალონ რაღაცა და ხედავთ რომ აი ასეთმა პოლიტიკამ ეს შედეგი გამოიღო, რომ დღითი დღე იქამდეც მივიდნენ უკვე რომ აი ადამიანებს საჭმელში უფურთხებენ, სასტუმროები მაგალითად რუსულ პასპორტს თუ წარუდგენ, არ მოგემსახურებიან და მე მართლა მიკვირს რომ აქ კიდე ვინმე ჩამოდის პოსტსაბჭოური სივრციდან რა. ხო, ეხლა მან იმასაც ალბათ თანდათანობით უნდა მოევლოს, იმიტომ რომ მაგალითად ესე გაწელილი და ყოველდღიური ეს აქციები და რუსთაველის გადაკეტვების რაც მაგათ გამარჯვებათ მიაჩნიათ, რეალურად მე მიმაჩნია, რომ მათ რეპუტაციას კიდევ უფრო აზიანებს, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ხალხი, მე ისინი ხო ამბობენ, რომ აი მე არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობაო და რეალურად მე პირიქით მგონია, რომ არჩევნების შემდეგ მათი ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა შემცირდა, იმიტომ რომ ისეთნაირ პოლიტიკას ადგენან და ისეთნაირად იქცევიან, პირდაპირ ჭაობში არიან ჩაფლულები და უფრო იძირებიან და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაც იმიტომ აყოვნებს ესეთ რადიკალური ზომების მიღებას, რომ უყურებენ, რომ რეალურად ისინი თავის წინააღმდეგ მოქმედებენ პიარის თვალსაზრისით. კი გონიათ მაგათ, რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ რახან დღეს გადავკეტეთ, ქუჩა გადავკეტეთ და რახან ვიღაცა გავლამძღეთ და აი რაღაცა საკვებს აძლევენ, იდეოლოგიურ საკვებს ამ პროპაგანდით თავის მომხრეებს, მაგრამ როდესაც ისინი ხედავენ, რომ შედეგები არ არის, უკვე იმისთანა სისულელეზე მიდიან, მაგალითად რომ მოდი ტელეფონით ჩავავტაროთ არჩევნები და იმას რა ქვია სალომე ზურაბიშვილმა დანიშნოს არჩევნები და ახლა საერთოდ ამ რომის პაპის დაკრძალვაზე ჩასვლა ხო საერთოდ მაგათთვის იყო, აი ბოლო ტყვია რო იტყვიან, სულ ხო აქამდე იმას შვებოდნენ რა ქვია, რომ აი ლეგიტიმური არ არის, არავინ არ ცნობს და უცებ დაინახეს, რომ იქ სოფლიო ლიდერების გვერდით აღმოჩნდა გამომდინარე ის კი არ არის მთავარი რომ ვინ ხელი დაუქნია და ვინ გაუღიმა და ვინ ხელი ჩამოართვა საქართველოს პრეზიდენტს არამედ ის არის მთავარი რომ ის იყო სხვა პრეზიდენტების გვერდით და არავის არ უთქვამს იმისთვის რომ შენ არალეგიტიმური ხარ, შენ აქ არ უნდა იდგე, აი ამან დაშოკა ისინი და რა ვიცი რაღაც 1000 სულელური შეფასებებს აძლევდნენ, რომ თითქოს იქ ჩანგალზე მივიდა და მე მგონი იქ სალომე ზურაბიშვილიც იყო და თუ ეს ჩანგალზე მისვლა შეიძლება და ისიც მისულიყო იქ და დამდგარიყო, ხო? ნუ აი ესეთ აბსურდამდე მიდიან და რა ვიცი ხლა მე ვფიქრობ რომ მაინც ისე მიდის საქმე რომ ნებისმიერ არჩევნებში იქნება ეს ადგილობრივი თუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნები როცა იქნება უბრალოდ ამ ოპოზიციას შანსი უბრალოდ არ ექნება. კი ბატონო. გეთანხმებით ძალიან საინტერესო იყო ბატონო გილა თქვენთან საუბარი და იმედია რომ ამ ოპოზიციის ადგილს მართლა ღირსეული ოპოზიცია დაიკავებს და არა ეს მარგინალი ძალები და ქვეყნის მტრები. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მადლობა.
გაიხარეს ბატონი გელა ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მართლაც ძნელია რომ არ დაეთანხმო ბატონ გელას ეხა აი განსაკუთრებით მის ბოლო განცხადებას. ესე იგი მთელი ამბები ატეხეს ამ ყაველაშვილთან დაკავშირებით რომ ესე იგიო არაო ეს ყაველაშვილისთვის არ დაუქნევია ხელიო ეს ყავს დაუქნიაო თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითონ ის რასაც ესენი გვიმტკიცებდნენ რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ ცნობს საქართველოს რომ ესე იგი ჩვენ ვართ იზოლირებული და იქ ყოფნა სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტსა ნიშნავს იმას რომ ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნა ეხლა ხელი აუწია თუ ხელი ჩამოართვა თუ ბოდიში და მხარზე ხელი დაადო მაგას რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იქ ტრამპი რომელიც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან იყო და იქ იმ წრეში იყო პრეზიდენტი ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ამ კუთხით პრობლემა არ აქვს აი ეს არის თემა და ესენი ამონტაჟებდნენ სურათებს ადიდებდნენ რა ვიცი მე სალომე ზურაბიშვილი რო შეუვარდა მკლავებში ამ ტრამპს და კაცი იჯდა და ადგა და მივიდა სხვა მხრიდან ამაზე არავის არაფერი არ უთქვია როცა სანამ ეს პრეზიდენტი გახდებოდა ყაველაშვილი კარგად გახსოვთ თქვენ ამიტომ აი ეს კიდე ერთხელ მიუთითებთ ამათ სიმარტივეს ამათ მდაბიობას და აი ამათ უწიგნურ და უვიცობას რომ აი რაღაცისგან უნდათ რომ გამოადნონ რაღაც სენსაცია ეს არის ყველაზე დიდი აი მართლაც რო პრობლემა და მე არ ვიცი ამის შემდგომ საერთოდ ამ ხალხთან საუბარიც კი ზედმეტია დღეს ჩვენ ახლა სტუდიაში გადმოვინაცვლებთ მეგობრებო ჩვენ სტუმართან ერთად პროფესორი პოლიტოლოგი ბატონი მამუკა კარტოზია მოგესალმებით ბატონო მამუკა მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს მადლობა მოწვევისათვის დიახ ბატონო მამუკა აი ხა ჩვენ ვლაპარაკობთ ბატონ გელა ნიკოლაიშვილთან იმ პრობლემებზე და ყველაზე უფრო ძალიან ბევრი საყურადღებო თქვა ბატონმა გელამ და მე აი ეს ზურაბიშვილის კი არა ყაველაშვილის თემა ძალიან ისე მივიტანე ახლოს გულთან იმიტომ რომ მართლაც სწორი პოზიცია დააფიქსირა და მეორე ის რომ აი მართლაც აი ამ რუსებთან დაკავშირებით რომ აი ესეთი რამე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მართლა აი თანამედროვე ფაშიზმი რა აი ნაციონალური ფაშიზმი ნაცმოძრაობისა რომ ადამიანებს დევნიან, ეხა ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, ალბათ რა, მაგრამ ხელისუფლებაში რო იყვნენ, შეიძლება მე სხვანაირი პოლიტიკა ეწარმოებინათ, იმიტომ ჩვენ უკვე გვახსოვთ, ეხა სააკაშვილო იყო, გვაზდიკებით იდგა იქა. ეხლა ხო ამაჩი, ეხლა ეს ეხლა იმიტომ აკეთებენ ამას, რომ ტურისტული სეზონი მოდის. აგერ ეხლა უამრავი ხალხი შეიძლება ჩამოვიდეს, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ქვეყანას ავნონ, თორე თვითონ რო იყვნენ ხელისუფლებაში, ესე კი არ მოიქცევია. პირიქით, იდგებიან ლარსზე და ეჭირება ტრაფარეტი, დაბრო пожаловать Грузию. აი ესე იქ მოიქცევია და არა ის, რომ რუსკი ვაენი კარავ და რაღაცა. აი ესე იქნებიან, ამიტომ ამ დაასვენები უნდა გამოვიტანოთ ხალხო რაღაცა, აი კიდე მე ვფიქრობ რუსეთის ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. თორე აი ეს ამაზე რომ მათ მისცენ გარკვეულწილად მსვლელობა, უვიზო მიმოსვლა და ფრენები კი არა, სამუდამოდ დაგვიკეტავენ კარებს რუსეთში. აბსოლუტურად გეთანხმები და თვითონ მიდგომაშიც არის საქმე ახლა იქედან დადებითი იმპულსები მოდის. არ აქცევენ ზუსტია, კი, არ აქცევენ ყურადღებას და არ აქვთ დაუშვათ დამოკიდებულებაში, თორე მართლა ესეთი მიდგომა ჩვენ გუშინდელ გადაცემას ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. არ არის იცით ახლა არც ქართული კაცის ბუნებაში ჯდება და არც საერთოდ ზოგად აი ადამიანის უფლებები დემოკრატიულ სამყაროში, რასაც ასე ვამბობთ, გვინდა, ვითომ ვართ, ხო, ეს თვითონ ეს სექტა, მე ამ მათ სექტას უწოდებ და მე აბსოლუტურად გეთანხმები, თუ თვითონ რო იყვნენ ხელისუფლებაში, ჩვენ კარგად გვახსოვს, სააკაშვილი დოკითხელში იდგა ლარსის იმაში და ეპატიჟებოდა რუსეთს ჩამოდით. რაც შეეხება ახლა ლეგიტიმაციას, ხო, ნუ უკვე სასაცილოა ეხლა ყაველაშვილის ლეგიტიმაცია მთელ მსოფლიო მიიღო და მისი ოფიციალური ვიზიტები გვახსოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთის რესპუბლიკაში, თვითონ ვატიკანშიც ეს უკაცრი პროტოკოლია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ ჩასულები და ეხლა რომელი დაუშვათ არალეგიტიმური და არა კანონიერ არჩეული პრეზიდენტი მივიდოდა. ხო, ეს ხო ნუ ეხლა ნონსენსია პოლიტიკური და ფაქტიურად ეს არის აღიარება, რომ
მართლაც ლეგიტიმური ხელისუფლება არის და ლეგიტიმური პრეზიდენტი. ნუ ამაზე ახლა საუბარიც არ შეიძლება, უბრალოდ ჩვენ მოვაყოლეთ იმას, როგორ იქცეოდნენ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მედია საშუალებები. რა არის ისიც, აი, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, რომ რამდენად მტრობენ ქვეყანას. აი, ეს არის წმინდა წყლის მტრობა ქვეყანას, თვითონ ეკონომიკურ მდგომარეობას, აი იგივე დაუშვათ ახლა ტურისტული სეზონი მოდის, ჩვენ კარგად ვიცით და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ტურისტულ სეზონი და თვითონ ტურიზმი არის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, ანუ ეკონომიკური ეფექტი მოაქვს და რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, მით უფრო მეტი ეკონომიკური წინსვლა იქნება. ამ ეკონომიკურ წინსვლაში იცით თქვენო, იგივე სასტუმროების მუშაობა, იგივე მომსახურება, იგივე დასაქმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თერი კომპლექსია და უამრავი ხალხი სარგებლობს და სარგებელს ღებულობს ამით. თქვენ დააკვირდით ახლა ეს ქმედება როგორ აისახება, ანუ მიდის დივერსია ქვეყნის წინაშე, ქვეყნის ეკონომიკის, ხალხის და მოსახლეობის წინაშე, ხო? ახლა საკურორტო სეზონი იგივე ზღვისპირეთი, დაუშვათ ახლა აჭარაში ხო ემზადება ჩამოსასვლელად, იქ ამდენი ხარჯი, კრედიტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თვითონ მეპატრონებს და ამ დროს აი მიდის ესეთი ნარატივი, რომ აი ჩვენ არ გვინდა რუსი, ჩვენ ეს არის მტერი, ასე ლანძღობინებ. ახლა ვინც ამას უყურებს, ხო შეიძლება ბევრმა თავი შეიკავოს და უბრალოდ იმის გამო, რომ შიში კონდეს, არ ჩამოვიდეს. ახლა გუშინ განშვებული სიუჟეტის არ იყოს, რომ შევიდა ტურისტები და მეპატრონით ხოსო გინდა თუ არა პუტინს აგინე და ლანძღე შენი ქვეყანა. ხო, ნუ ეს მიუღებელი თემებია და ეს ხო ამაში ყველაფერში არის პოლიტიკა ჩადებული, რომ ის დესტრუქციული ქმედებები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. აქ არავინ არ გამოდის და არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ აი ჩვენ გვინდა თუ არა ამის დამცველები არაფერი. ჩვენ ერთ რაღაცას ვამბობ და ერთი რაღაცა გვინდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს კანონი და როდესაც კანონი იზეიმებს და დაიწყო ამ კანონმა, ხო? აი ყველას თავისი ადგილი მიეჩინება. ყველაფერი უნდა მოხდეს სამართლებრივი სფეროში. არ უნდა გაცდეს სამართლებრივი სფეროზე, არც გაცდება. რაც 9 წლის განმავლობაში მოკლე მეხსიერება გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი ამას და ვამბობ, არავის არ გვახსოვს ის 9 წელი კაცო, რა ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ? დღეს როდესაც ქვეყანა სულ სხვა ღირებულებები და ფასეულობით არის, დღეს როდესაც სხვანაირი უკვე არის დემოკრატიული პრინციპები ჩანასახები და იწყებს ქვეყანა ჩამოყალიბებას, აი ზუსტად ამ დროს მოდის და ეს დესტრუქციული და ეს მოღალატეთა სექტა აი ამ ასეთ რაღაცებს აკეთებს. არ ვიცი, ხა მე უბრალოდ ჩემი პოზიციაც ესეთია, როგორც სამოქალაქო, როგორც ჩვეულებრივი ერთი რიგითი მოქალაქის, რომელსაც შემიძლია ვთქვა, რომ აი რასაც მეუყურებ და რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სამართლებრივი აღდგენის პრინციპით ჩემთვის მისაღებია. შეიძლება დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რა და რის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი და რატომ იყო ეს პოლიტიკური და გენებავ სოციალური დისკომფორტი ქვეყანაში. ის ძალად მოხოვული კოჰაბიტაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხო ნათელი გახდა. ყველამ ხო ძალიან კარგად გავიგეთ, რომ რა ქონდა ზეწოლა ქონდა, როგორი ინსინუაციები იყო ქვეყნის მიმართ, ხო ყველაფერი გამოჩნდა. არ დაიმალა და ყველაფერი გამჭვირვალე გახდა და ყველაფერი გავიგეთ. კი ხვდებოდი ჩვენ რაღაცას, მაგრამ დღეს უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე იგივე კომისიამაც აღიარა და იგივე ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლობა აღიარეს, რომ ასეთი ზეწოლები იყო, ხო? გასაგები. აი ხა ჩვენ ლაპარაკობდით აი იგივე რუსეთთან ურთიერთობებზე და აი საფრანგეთში მეგობრებო იმართება აქციები, ჩვენ აქვს სურს ჩვენი შვილები დაიხოცონ უკრაინაში. და ჩვენ ასევე იმართება აქციები, რომ მაგალითად იგივე დახმარებებთან დაკავშირებით, რომ აღშფოთებულები არიან უკვე ევროპელები, იმიტომ რომ ის დახმარება პირდაპირ მათ ბიუჯეტზე ურტყავს, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო თანხებს რიცხავს ამ ომში, ეს ყველაფერი აკლდება რიგით გერმანულს, რიგით ფრანკს. და აი ნახეთ ახლა, ეს ახლა რა თქმა უნდა ამას ჩვენი ლიბერალური მედია, ნაცმედია ამას არ გაუშვებს, მაგრამ ეს არის რეალობა.
დიახ, მეგობრებო, აი ეს არის რეალობა. რომ ფრანგებს ენანებად საკუთარი შვილები რო გაუშვან და ეს ნაძირალა, ნაცმოძრაობა გამოდის და ლაპარაკობს, რომ უკრაინაშიო ჩვენ უნდა წავიდეთ საბრძოლველადო. თვითონ არც ერთი ლიდერი არ წასულა და არც მათი შვილები და ჩარტერული რეისი უნდა და დაენიშნა თბილისი, ლვოვი, რომ აქედან ჩაფრენილიყო ჩვენ სასაკლაოზე ქართველი გოგო ბიჭები. აი ეს ქვეყნის მოღალატეები ესენი. აი ეს უნდათ გაიკეთდა რამდენი დაიხოცა ეხლა ასეულობით ქართველი კი არის დაღუპული ისედაც უკვე ამ ომში და ეხლა ამათ ესენი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ ათასობით ქართველი ხდებოდა დაღუპული უკვე იმიტომ რომ სააკაშვილი იდიოტი გაუშვებდა აქ ლოცვა-კურთხევით აი ეს არის რეალობა მეგობრებო და ვერ გავიგე თუ ევროპელს ენანება ეხლა ფრანგზე ნამდვილად მრავალრიცხოვანი ქართველები არა ვარ ჩვენ ხო და რატომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ მაშინ რა ჩვენ ვერ გავიგე ჩვენი შვილები რატო უნდა გაიწირვნონ იმ ომში რომელიც წინასწარ განწირული უკვე წაგებული ომი არის აი გაუგებარი რა თქმა უნდა და კიდევ ერთი რომ ერთი არ დაგვაუწყდეს რომ სააკაშვილი რო ყოფილიყო ჩვენ ოფიციალურ ომში ვიქნებოდი ჩაბმულები ეხლა რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი ხო მისი რიტორიკით მისი ქსევით მისი ცხოვრების წესით და მისი მოწყობით ეს ყველაფერი იქნებოდა უკვე და საქართველოს უკვე არ შეარსებებდა. ჩაებმეოდა ოფიციალურ ომში და რასაც მივიღებდით, ახლა შედეგი ნათელი იქნება, ხო? საქართველოსი გამოცდილება იქიდან აგვისტოს ომიდან გამომდინარე ფაქტია. კიდევ ერთხელ ვამბობ და არასდროს არ დავიღლები ამით და აი ამ ჩემი გნებავთ პოსტულატი და გნებავთ ხედვით. თუ ქვეყანაში და აი ეს ბოროტი ძალა კიდევ ერთხელ ვამბობ ეს სექტა არ აღიკვეთა კანონის ძალით მე კიდევ ერთხელ ვამბობ და ხას უსვამ კანონით და მიდის ეკეთკენ საქმე საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და მოტივირებულად და ჩვენ ამას უჭერთ მხარს ჩვენ უჭერთ სამართლებრივ მიდგომას და სამართლებრივად ამათ დაჯას ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები ამაზე საუბარი არა აი დღევანდელი ქმედებით გუშინდელი გუშინწინდელი ქმედებით გაგიგი აი რა არის ის უკვე სასაცილო ხდება ახლა ამხელა კაცია ეს მომღერალი ბურჭულაძე და ამ სისულელე შეიძლება ხალხო ტელეფონი აი გამიგეთ ნუ ხალხო აი ამაზე ვინმე ნორმალური ხარ თუ გამოვიდეს და ამ კაცს უთხრას რომ შენი ჭირმე დაანებე რა ამ სისულელებს არავი არ არის შენი ადგილი პოლიტიკაში რა ცნობილი მომღერალი ხარ ცნობილი წამყვანი მომღერალი იყავი და არ არის რა ამ სისულელებს მე ვიღაცამ ხო უნდა უთხრას რომ არ შეიძლება ამის ლაპარაკი გაგიგია ცალმე პრეცედენტი ყოფილა რომ ტელეფონით არჩევნები ჩატარება ნუ რაღაცა კომპრომატი არსებობს მე ვფიქრობ ამ პაატა ბურჭულაძეზე თორე როგორ შეიძლება რაფული უნდა მისცენ ასეთი რომ ხალხის სიყვარული გაცვალო აი ესეთ რაღაცაზე რა ეხა არც ფშიერია რაღაცა დანაზოგი ეკდება ასეთ სისულელებზე რომ მიდის და ასეთ არჩევნები ჩავატაროთო საპარლამენტო და ესაო რა ქვია თვითმმართველობისო ჩვენაო რაში გჭირდებიან ეგენიო ვინაყარ რა 20 კაცი რო დარბის ამ რუსთაველზე ვერ ხედავ შეუპატრონო რა უბედურება შული ისევ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიმაჩნიაო და ხო აბა ნუ ახლა სასაცილო მან ხო ძალიან კარგად იცის რომ ეს ასე არ არის მაგრამ გეთანხმებით შეიძლება რაღაცა კომპრომატიულებს სააკაშვილის ყველაზე ქონდა კომპრომატები და მის მთავრობას აბსოლუტურად ყველაზე შეიძლება აშანტაჟებდა რა გუშინდელი ფაქტი ახსენეთ გუშინ ჩვენ კარგად იცით რომ მეგობრებო განვიხილეთ ის ჩხრეკები და ის პროცესი რომელიც დაიწყო ხელისუფლების სამართალდამცავ სტრუქტურებმა აი ამ ნანუკას ფონდის და აი ამ ნაცების ფონდებთან დაკავშირებით და ესე იგი აი ხო არიან ესენი დემოკრატები და ხო არიან ესენი რეალურად თავისუფლებისათვის და სიტყვის თავისუფლების მივიდა იქ გადაღები ჯგუფი სამთავრობო მედიის წარმომადგენლებისა აი ამ ის ქმედებების როდესაც ახორციელებდა პოლიცია გაეშუქებინა ეს ყველა ეს ქმედებები და ნახეთ ერთი რა დღეში ჩააგდნენ ეს ჟურნალისტები ამ ნაწილებმა შესრულებაში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა იმედის ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ ამ ყველაფერს უყურებდნენ პოლიტიკოსები მათ შორის ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია ის გაბა ჟურნალისტი არ არის თქვენ რამე გაგიჭირდეთ არ დახმარება მაგათ შვილებს რომ გადარჩნენ
აი არანორმალურები არიან. ეხლა აი ძალიან ის ჟურნალისტი ქართველი შვილი, რომელიც უყურებდა აი ამ პროცესებს, აი ესე დასტოინად, ესე მართლა ღირსეულად, ძალიან კარგი ქალბატონია, ქართველი შვილი, მე ვაკვირდები მას და აი მართლა ღირსეული ჟურნალისტი არის, ყოველთვის აი ისე მიყავს ეს თავისი რეპორტაჟები და აი ეცინებოდა იდგა იქა და აი როგორი ახლა მანდილოსანი დგას, აი ჩახვერი, ჯერ ხო უნდა იცოდე რომ თუ შენ რაღაცა პრობლემა გაქვს ხელისუფლებას და ჟურნალისტი რა შეშე მოვიდა რომ გააშუქოს ეს ფაქტი ხო და ჩახვირის ამაში და იქ კიდე ის აქტიურობდნენ აი ეს დაპატიმრებული ესე იგი ბიჭების მშობლები აი ახლა ხო არის ღირსები რომ ესენიც მიუსვან იქა იმ ციხეში რა ამათ რა გონიათ იცი ახლა შვილი რახან დაუჭირეს ამათმა ბოდიშ და ყველაფერი უნდა იკადრონ გესმით თავზე უნდა დაამხო ყველას ყველაფერი რა ამათ გონიათ რომ ესე იგი გმირები არიან რა ესე იგი მათი შვილები სამშობლოს გულისთვის დასხედან წინეში რეალურად პარლამენტის წინააღმდეგ და ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევებს აღორციელებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და მაგრამ რა გვიკვირს კაცო მამის უკანალში დამჭრელი გეორგადისი გამოაცხადა გმირად ევროსაბჭომ და ევროკავშირმა და ევროპარლამენტარები ჩამოდიოდნენ და გეორგადისის გმირად გამოცხადებას იცხოვდნენ სადაც ეს გეორგადისი დაიკარგა ერთი რა აი შეიძლება ამათი სახე ეს არის აი ესენი არიან აი ტიპიური ნათჯალათები რა ეხლა წარმოგიდგენიათ ეგენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ აი ამ ქართველი შვილს ამ ჟურნალისტს რას უზამბეს ეკიმი და ბატონ ნიკოლოზ დავამატებლა იქ კადრებში ის ქალბატონი გამოჩნდა და აი მე უბრალოდ აი გაოგნებული ვარ რა აი სულ მაინტერესა აი თვითონ ამათი მიდგომა ეხლა იქ ქალბატონი ხოშტარია რომელიც აშკარად დაუფარავად და ტრანსპარენტულია და გამჭვირვალე ეხლაც ჩაერიცხა რაღაცა დიდი თანხა ხო ოფიციალურად ერიცხება გასაგებია კი ბატონო ეს თანხა ერიცხება და მისი ბაბუის რაღაცა ნუ რაღაცები არ ვიცი რა გახდა ეხლა ისიც რომ ამდენი წელი ნუ თუ არავის არ უჩნდება იმის კითხვა იმის კოლეგებს რომ აი შენ რომ რუსეთს ლანძღავ 24 საათი რუსეთში სწავლობდი რუსეთში მიიღეს სწავლა განათლება დღესაც რუსეთის პულით გაფინანსებენ ხო და დღეს ეს ქალბატონი გამოდის და რუსეთს ლანძღავს ხო და მეორე მხარით რუსული ფული ცხოვრობს აი ვერ გავიგე ეს სტანდარტები და ეს მიდგომები რა უბრალოდ კითხვა მიჩნდება რომ რა ხდება ასეთი დღეს რომ აი არავის მის კოლეგებზეა საუბარი რომ არავის არ უჩნდება ეს კითხვა რომ შენ რატო ფინანსდები თუ ფინანსდები მაშინ რატო ილანძღები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ რომ შურს და ეშინიათ მისი ნიჭიერების გაბედულობის სილამაზისა და გონიერების ეს სააკაშვილო ნუ ესე იგი აი სასწაული არის რა მიშა ხო არ გინდა რომ პალატაში შემთხვევით შემოგიერთდეს შენ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აქვს შანსი ამას მაგრამ ნუ ქალი და კაცი ერთად ვერ მოხდება ციხეში მაგრამ შენ ისეთ პრივილეგირებული პატიმარი ხარ არ გამიკვირდება ნანუკას ჟორჟოლიანმაც გადმოინაცვლოს მანდა და არ ვიცი სასწაული არის რა კაცი ინტერნეტ კაფეში ზის თუ ციხეში ზის თუ სავატყობოში ვერ გავიგე ესე იგი ყოველ ინფორმაციას ავცელებს მედიით ვერ ვხვდები რანაირი პატიმარია ესა ეს კაცი ბოლო ციხეშია თუ ბორდელში არის ვერ გავიგე რანაირად არის ეს კაცი პატიმარი ვერ ვხვდები სოციალურ ქსელში ერთჩვენიერ დღეს ხალხო არ გაგიკვირდეთ იქ რომ დაწერ სტატუს მიხეილ სააკაშვილმა რომ კომენტარი დაგიწეროთ არ გაგიკვირდეთ და შემოვიდეთ და პოლემიკაში რომ შევე კაცი არის ესე იგი არ იკლებს არაფერს ჭამას მა ევროპარლამენტარები ქალები დუდუკი გარმონი მიდი მოვდივარ სად არის საერთოდ ვივამეთში არის თორე ეგეც საკითხავია მონაკოში ხო არ არის ეს კაცი მე ვერ ხვდები სად არის რა ადგილას არის ამისთან ადგილას რომ ერთი წუთის წინ რაღაცა გავრცელდება მეორე წუთს ამის ინფორმაცია ვრცელდება რანაირად აქვს თო მამკაც ამ ყველაფერზე რა
როკითხო ეს უნდა მოგტარიყო უკვე ამდენი ხანია 45 დავალება მქონდა იმ ჯიშკარიანმა დიდმა ექსპერტმა დადო დასკდა 55 დავალება გარდაუვალი სიკვდილი აქვს ეგიდა მე ვერ ხვდები რანაირად ის ექიმების კონსილიუმი ის საინტერესოა არ მინდა კი ბატონო იცოცხლოს მაგრამ რა ვიცი ისეთი დასკდა დადეს რომ ეს კაცი უნდა ყოფილიყო უკვე რაღაცა ბატონ ნიკოლოზ სადღაც იქ ჯოჯოხეთის კუბი ის ექიმები ეს ახლა იქ ვერ მოხდება ის კონსილიუმი რო ჩატარდა და რო დასკვნა დადეს ხო აი ესეთი ექიმები აი ესეთი ექიმები იმან სხვა ავამტყობს რა უნდა უშუალო ის არის ფული აიღო და ხო აი ზუსტად აბა რანაირად თუ წერო მოკვდება და თუ კი წერო გარდაუვალი სიკვდილი დადგება და კაცი უკვე იმას ის გამოიტირეს გასუქებულა ვარდენის ქალიშვილიო და ისი არის მოსუქებული და ეს კაცი რო ვარდენის ქალიშვილი არ ვიცი მაგრამ კი კარგად არის ფერდი და ხორძე რა და ამიტომ მე არ ვიცი ეს ხალხი საერთოდ აი ესეთი ექსპერტები ესეთი სამედიცინო ექსპერტები რო ყავს ქვეყანას ესე იგი გამოდის რომ რა როგორ სიტუაცია ხა სხვა პატიმას რო დაჭირდება იგივე რაღაცა დაწერენ კიდე ასეთი იმას და ასეთი რაღაცა დასკვნები ეს არის სუფთა კრიმინალი და ეხა ისიც კიდე ჟურნალისტებზე კიდე რომ მიდგა საუბარი ესე იგი მიუვარდნენ ამ იმედის წამყვანს სპორტულ კომენტატორს და ესე იგი ეს ვიკა ბუკია რომელიც იქცა რა ვიცი საერთოდ გავიდა მიუვარდა მე ვარ ჟურნალისტი ხალხს უყვირის და ვითომ რაღაცა მართლა ჟურნალისტი იყო ესა და ეხლა აგერ ნახე როგორ იქცევა ერთი ნახეთ აი ხოდა აი ოქერარი ორი კვარტალში ეს სამყარო რა იმედი აშუქებს რომ არის იმედი აშუქებს რომ საბოტაჟის ცდელობა ნანუკა ჟორჟოლიძე ხო შენ მუშაობ მაგალითს ანუ არ შემიძლია ჟურნალისტი ხარ ანუ არ გაკამაზე რეაქცია აი ეგერ არის ორი აი ხოდა შესანიშნავი შანსი ამისია ხო ბავშვი აქ საბანში შეხუჭება ხოდა მინდა გამოხატე პოზიცია რა როგორ უნდა დავუშვიდე მითხარი ხო ნერვები მაქვს თურმე ცუცუში ხო რა აუ რა კაია ეხა კიდე ჩვენი ნერვები რა არის პრობლემა ესე იგი მიუვარდა ამ დიმა ობოლაძეს და რატო არ გამოთქვა პოზიციასო ამ საკითხთან დაკავშირებით დანუკა საკითხთან მე მაინტერესებს ეს ვიკა ბუკია იმ 9 წლიან რეჟიმში სად იყო საცხოვრობდა საერთოდ ეს ადამიანი მე არ გამიგია საერთოდ ეგეთი ჟურნალისტი და ეგეთი პიროვნება თუ არსებობდა აქ ქვეყანა ესე იგი გთხოვე ჩვენ რომ ნანუკაზე თურმე ხა გროვის ძაძები ხო არ ჩავიცვათ ჯერ რა არის გაჩხრიკეს ხო მე რა ვიცი ჩვენ იქნება რა მოიღეს იქიდან თუ ქურც ქუდი ეწვისო წინასა რატო გაშვებია რაღაცას აჟიტირებენ რა ჯერჯერობით არაფერი განცხადება არ იყო გაჩხრიკეს და მორჩა კორექტურა წავიდნენ წამოვიდნენ ხო თურმე ესენი ჟურნალისტი არა არც უნდა გაჩხრიკო არც უნდა დააკავო ვერ გავიგე თუ დანაშაულს ჩაიდეთ რა გითხრათ თავზე გადაგისვათ ხელი თქვენამდეც მოვლენ ისე რო იცოდეთ რა თქვენამდეც მოვლენ იმიტომ რომ ვიღაცას გონიათ რომ აბა დაждდებიან იწევლებიან იკრულებიან რა ვიცი მე გამოდიან ჩაიფურთხებს ვინ არის მართლა ჩაფურთხებულები ესენი რა რაზგვანა ჯერ აი ზოგიერთი მახიჯი არის და რაღაცა კიდე იმას აკეთებს რაღაცა იმას არა რაღაცა აკეთებენ ვითომ რაღაცა იმას რომ ვითომ კიდე უფრო მახიჯები რო იყვნენ რა თქვია შვილო ისედაც მახიჯები ხართ რა სულიერათაც და ყველანაირათაც რა ვინ ახართ რა ხართ ეს აი უნდა იყოს უნდა შევიდეს სოფლიო ჟურნალისტიკის რაღაცა სახელმძღვანელოში როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი და ქართული ჟურნალისტიკის სახე როგორ ესე იგი აი როგორ მოქმედებდა ეგრეთ წოდებული ქართველი ჟურნალისტები რომ ადამიანმა გაიგოს როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი რა მიუვარდა ეს ტევ პირველი ჟურნალისტი როგორო კაცო არ გვაქვს უფლება პოლიციას მონა დაუცხოთ აი და პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს ამის შესახებ რა ეს ალქაჯები ესენი რა
უბრალოდ რა არის იზი ბატონო? ის მიუვარდება ის გაფრინდაშვილი იმ ხარებას ბოდიშ და ცოლად მომიყვანეო კაცად ხოვს რა შედიხარი შედახარ როგორ ახარ რა უბედურება რა არის ესე იგი დაასდევენ აპოლიციელებს ბოდიშ და რამე თუ გინდათ კიდე თქვით ბარემ ეთერში რა ლაბის არის უთხრა რომ სექსუალური აქტი შეთავაზო რა რა უბედურება ესეთი რამე მე არ გამიგია ესე იგი მიდია პოლიცია რა გეჩვიეთ რა თუ გაჩვიეთ ეს რაღაცა მაიკა გაქვთ ისა გაქვთ ბარების კითხეთ კიდე სხვა რაღაცაც კიდე რა აი ესეთი აი გაუგონარია ესენი არ თავისთან ის თეადეიშვილი ნეშოდა და კონესოდა როდესაც კითხულობდა სააკაშვილის წერის და ასე მეგონა ორგაზმი დაემართა პირდაპირ ეთერში მეთქი რა აქ მარი არა ყავდა აშვილი არა ყავდა რა უბედურება ეს ვინები არიან საერთოდ რა აი არ ვიცი აი გამომიდის ადამიანი ეხა იგი ზიხარ სადღაც და მოგივარდება ვიღაცა ჟურნალისტი რატო სვამ რატო იმაშვები ვიდა მე რაღაცას ეთქვი და მე იქით იმას გიზამენ მოგიტრიალდები ჩემზე წავალ ხო და გარკვეულწილად ცდილობენ ბატონ ნიკოლოზოს შექმნა რაღაცა სექტა არის ესენი რომ მათ აქვთ ესე იგი ყველაფრის უფლება მას შეუძლია გაბულინგო შეურაცხყოფა მოგაყენოს გამოიყენოს ის რომ თვითონ არის ჟურნალისტი და ხელშეუხებელია მაგრამ არსებობს ხო ჟურნალისტიკის ეთიკა სადაც გაწერილია ამათი მოქმედება და სადაც როგორც შეიძლება ამათ საქმიანობა აწარმოოთ მაგრამ ამას არ აკეთებენ აი სპეციალურად მიდის ყველაფერი აი ეს ყველაფერი მიდის სპეციალურად რომ საზოგადოებაში აზრის შექმნა რომ ესენი არიან ხელშეუხებლები ესენი არიან სიმართლის მატარებლები რომ საქართველოში სიმართლის მარტო ეს წრე ეს სექტა ამბობს სხვა ვერავინ ვერ ამბობს და ესენი იბრძვიან სიმართლისათვის და დემოკრატიისათვის თუ რამეს გამოთქვავ პროტესტ გააკრიტიკებ ან წინააღმდეგობაში შეხვალ შემტერი ხარ და ჟურნალისტიკის მტერი ხარ ნუ ესეთი აბსურდი ალბათ გეთანხმები რომ სოფლიოში არ არის მაგრამ სახელმწიფოში არა უკვე დავიღალეთ რა იცი მე უკვე სიმართლე რო გითხრათ მე ვარ აი სიმართლე რო გითხრათ მე ტანჯვის ობიექტი ვარ იმიტომ რომ მე იძულებული ვარ ამათ უყურო იმიტომ რომ მე ახლა რომ მოვდივარ და გადაცემას ვაკეთებ ხო გჭირდება რომ იცო რა იძულებული ვარ რომ ახლა მე რო ეს ფუნქცია არ მქონდეს რომ აი გადაცემა არ მიყავდეს ამათ 100 წელი არ შევხედავ და არ ჩავთავ მაგრამ მე უნდა გამცნოთ რომ მტერი რას ლაპარაკობს საქართველოს ესენი მტრები არიან და ახლა წარმოგიდგენიათ ხალხი საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში ამათ რო უყურებს ახლა გინა არ გინა რა ჩართავენ ამ აინტერესებთ რაღაცა იმათაც ხო არ ვიცი საგიჟეთი არის მე ვიცი ბევრი ადამიანი ცუდად გამხდარა ამათ შემკურდა აი ხა მეზობელი მყავს ერთი ნერვიულობს წნევა ეწევა ბაღლა როცა ამას უყურებს და მე მგონი აი ერთი გარდაიცვალა ამათ გამო კიდე ესენი არა გიჟები რა გიჟები ოფიციალური გიჟები რა შენ როგორ დახტია როგორ მივარდებიან ან რა აწვიათ ან რა მე როგორი ქცევის მანერა აქვს როგორი მეტყველება აქვს რა ხო შეიძლება რაღაცა მიმართო ადამიანს როგორ სახში შემოგივარდებიან ლოგიში შემოგივარდებიან ყველგან გივარდებიან რა არიციან ამა დაბკოლება არ გააჩნია უძდელები და ეს შექმნა აი მიშა სააკაშვილის პერიოდში შექმნა ესეთი ჟურნალისტი გახსოვთ ალბათ ის 60 წუთი რო იყო მანიაკად რო გამოაცხადეთ ასათიანი აი მაქიდან დაიწყო ყველაფერი ჟურნალისტური სტანდარტების რღვევა და გრევა კაცი გამოაცხადეს მანიაკად და ყველას აგინებდნენ ლანძღავდნენ და არ ვიცი აი საშინელება ეხლა მე მინდა ერთ თემას შევეხო ძვირფასო მეგობრებო ცოტა არაპოლიტიკურ თემას შევეხო ქუთაისში გაიმართა პროფესიული კრივის გრანდიოზული შოუ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და მინდა რომ აი ამ თემას ცოტა დრო დაუთმოთ და მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ეხება აი ამ ძალიან გრანდიოზულ ფართომასშტაბიან აი კრივის დღესასწაულს. გრანდიოზული კრივის საღამო შედგა 2025 წელს პირველად საკრივო შოუ 15 მარტს ქალაქ რუსთავში გაიმართა. 2025 წლის 27 აპრილს კი კრივის გრანდიოზულ შოუს ქალაქ ქუთაისმა უმასპინძლა. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის განცხადებით მსგავსი საკრივო შოუები წლევანდელ 2025 წელს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართება და საქართველოს თითქმის ყველა კუთხის გულშემატკივარს ექნება
საშუალება გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს უკომაგოს. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ უცხოელი და ქართველი მოკრივეები, სადაც 4 ქართველმა მებრძოლმა უცხოელი მეტოქეები უშანსოდ დაამარცხა. ისი აღსგა გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვფიქრობ, რომ ყველა ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ეს დიდი მხარდაჭერა ქართული პროფესიონალური კრივისთვის და იმედს გარდავნთ, რომ საინტერესო ორთაბრძოლები იქნება მომავალში. დიდი მადლობა ყველას. მადლობა უღრმესი. ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი კრივში. ძალიან კარგი ჩემ პერიოდში ადრე როცა ჩამოყალიბდა ქართული კრივი, სწორედ ქუთაისიდან იყვნენ ძალიან ბევრი მოკრივეები და დღესაც დაამტკიცა მაყურებელმა, რომ ქალაქ ქუთაისში კრივი ძალიან უყვართ. მე დიდი მადლობა მინდა ორგანიზატორებს გადავუხადოთ, ძალიან კარგი ორგანიზებულია ეს შეჯიბრება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და საერთოდ კარგი ატმოსფეროა, ნამდვილი სპორტული ატმოსფეროა. თვითონ შეჯიბრებას, რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია კაცმა თქვას, რომ აი ეს ბრძოლა ესე დამთავრდება ან ესე, მაგრამ აქ ფაქტიურად გამოცდილების მისაღებად გამოდიან ეს ახალგაზრდა ბიჭები, მომავალში მეუსურვებ წარმატებას. შრომის გარეშე არაფერი ხდება, უნდა იშრომონ, დახვეწონ თავისი ტექნიკა, ტაქტიკა და პირველ ბრძოლაში თავიდანვე ეტყობოდა, რომ წითელი კუთხე შედარებით უკეთესად, უფრო მონდომებით დაიწყო და ესე დავთავრდა მისი გამარჯვებით. და შემდეგ ბრძოლებში უსურვებ ყველას გამარჯვება. ძნელია წინასწარ გათვალოს ადამიანმა, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა შემთხვევითმა დარტყმამ გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი. ამიტომ ყველას უსურვებ ჯანმრთელობას პირველ რიგში და ხნეობას და გამარჯვებას. დიდი მადლობა კიდევ ქუთაისი ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ 1979 წელს ქუთაისში ტარდებოდა საქართველოს პირველობა, სადაც მივიღე მონაწილეობა და გავხდი ჩემპიონი. ყველა საღამომშვიდობისება მივესალმები ქუთათურებს, ძალიან კარგი ორთაბრძოლებია, მოდის კარგი თაობა ახალგაზრდები. მივესალმები, რომ საქართველოში ჩაეყარა პროფესიონალურ კავშირს დიდი წვლილი, მოდიან კარგი თაობა და ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის დამსახურება და მე მინდა რომ საქართველოს კრივს, პროფესიონალურ კრივს ახლა მომავალში რო ყავდეს ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ქამრის პროფილი და ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და გვაქვს მაგალითი რა არის ჩვენი ვაშაგურულიც, მოყვებიან ახალგაზრდა თაობა და კარგი თაობები იზრდებიან და მინდა ყველა ჩემპიონობა და ბევრი ქამრები ჩამოყრილიყო საქართველოში. მადლობა დღევანდელ ორგანიზატორებს, ქალაქ ქუთაისის მერიას და ყველას, ვინც გვერდში დაუდგა ამ პროფესიონალურ კავშირს და ამ ღონისძიების ჩატარებაში. დიდი მადლობა. კარგ საღამოს ჩატარებას გისურვებთ. მადლობა. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ტელემაყურებლებს. რა თქმა უნდა მიხარია, როდესაც ხედავ ქართული კრივის შოუზე სავსე არის დარბაზი, ეს სასიხარულო არის. რაც შეეხება ბრძოლებს, ეხლა არის ის 4 მნიშვნელოვანი ბრძოლა, როდესაც ქართველები ხვდებით უცხოელებს და მინდა რომ ყველამ ერთად ესე კარგად უქომაგოთ ჩვენს მეტოქეებს. ასევე მიულოცავ გიორგი გიგნიაშვილს გამარჯვებას, საბა ერემეიშვილს გამარჯვებასაც. ასევე დებიუტი იყო მათთვის და მოკრივეებისთვის დებიუტი ნიშნავს ნათლობას. რა დღეს უკვე არიან პროფესიონალი მოკრივეები და წარმატებას უსურვებ მათ და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა. I'm very grateful to be here and I'm grateful for this country to have given me the opportunity to be able to participate in this competition. Thank you so much. Thank you so much. საბრძოლო განწყობა არის იდეალური და მინდა რომ ყველა მისიამოვნოს ჩემი ბრძოლით, ამიტომ გვყიდებით კარგ სანახაობას. Bonjour à Géorgie, je m'appelle Mathéo et un grand merci pour ce beau spectacle et ce public. Merci à vous. თქო უნდა თავს მაგრად ვძრობ და ძალიან მაგარ სანახაობას გვპირდებით. My name is Ehsan Fayazi. از کشور ایران اولین بازیم حس خیلی خوبی دارم در شهر تفلیس بهترین حس رو دارم برای این بازی
پر از بوکسورای خوب نامدار این بوکسورای اینقدر قهرمان المپیک هستن من بهشون افتخار میکنم و یک I'm so excited to be here and I'm glad to be here and I hope I will be champion to this competition. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. მომზადება ჩაიარა 7 და წყნარად აუღელებლად. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, დანარჩენს ვიხილავთ რინგზე ყველაფერს რამდენიმე წამში. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა კრივის პროფესიულ კავშირს ბატონ გიორგი კანდელაკს, რომელიც ესეთ დიდ საქმეს აკეთებს არა მარტო ქართული კრივის განვითარებისთვის, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ აქ უკვე ბავშვები, ახალგაზრდები მიდიან, უყურებენ, ბევრი აი ამ სპორტით კავდება და ცილდება იმ მავნე ჩვევებს, რომელიც მუხვათ არის ჩვენს ქვეყანაში და ფაქტობრივად კრივის აღორძინების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება. ასეთი რამ საქართველოში არასდროს არ ყოფილა, რომ ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები, თან უცხოელები ჩამოდიან, იმართებოდეს, კარგად მოგეცენებათ ეს შეჯიბრებები გაიმართა უკვე მრავალ ქალაქში და კიდევ უამრავ ქალაქში გაიმართება. აი მთელი ეს ჯგუფი არის, რომელიც მონაწილეობს აი ამ ორგანიზებას უწევს ამ ყველაფერს და ყველას მინდა მადლობა უთხრა და განსაკუთრებით რა თქმა უნდა გიორგი კანდელას, რომელიც სწორედ აი სულის ჩამდგმელია ამ ყველაფრისა. ის იყო დიდი მოკრივე, ტიტულოვანი მოკრივე და ის ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც თვითონ სხვებმაც ასახელონ საქართველო და ჩვენ გველის ძალიან დიდი შეჯიბრებები, ოლიმპიადა, მსოფლიო ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ესდობა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა და აი ესეთი ტურნირებია სწორედ საწინდარი, რომ საქართველოს ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი ეყოლება ბატონო მამუკა, მე მგონი ამეთახმებით. კი, ნამდვილად დიდი საქმე კეთდება. ბატონ გიორგის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ეს არის გამოჩენილი და ჩვენ საქართველოს ყველაზე დიდი მოკრევე ვინც ყავდა ბატონი გიორგი და ცხოვრების წესი ახალგაზრდობის და აი ეს არის მაგალითის ეს არის მისაბაძი აი ამის პროპაგანდა უნდა წავიდეს ამით უნდა დაკავდეს ქვეყანა და აი ესეთი დიდი საქმეები კეთდება არა მარტო სპორტული კუთხითაც რა თქმა უნდა თავარი ჯანმრთელობა ეგ დაკავება არის და ახალგაზრდობის და ინტერესი რომ ახალგაზრდობა თავი ჯანსაღიწასი ცხოვრობდეს კიდევ ერთხელ მიულოცო და დიდი მადლობა და ეს მე როგორც ვიცი ეს გაგრძელდება და ეს კრივის ფესტივალი მთელ საქართველოში იქნება გავრცელებული სისტემატურად ეტაპობრივად ყველა ქალაქში გაიმართება დიდი საქმე ეს ტურნირები რომლებშიც უცხოელებიც არიან ჩართულები და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული საქმე და ყველა მადლობა უნდა უთხრათ პროფესიულ კრივის კავშირის ფედერაციას, ასევე ბატონ გიორგი კანდელაკს, რომ არა ბატონი გიორგი კანდელაკი ამას ვერავინ ვერ განახორციელებდა, იმიტომ რომ მან ყველაფერი იცის ის მოდის იქიდან, საიდანაც იწყება მოკრივის ჩამოყალიბება. მან იცის ყველა ნიუანსი, სად უჭირს მოკრივეს, რა ჭირდება მოკრივეს, რომ გაიზარდოს პროფესიონალურ წარმატებულად, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველი მოკრივეების და იყოს ეტაპობრივი და ეს შეჯიბრებები, რომლებშიც უცხოელები არიან ჩართული, არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადაზე პრიზიორები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანსაღი და ჯანმრთელი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ სწორედ აი ამ კრივმა გადაარჩინა ბევრი და გამოგლიჯა მანკიერ რაღაც გარკვეულ გარემოს და იმიტომ რომ ჩვენში მოკიდებულია კიდევ ერთხელ ვიძახი ძალიან ბევრი ცუდი რამ და როდესაც ადამიანები უყურებენ ამ წარმატებულ სპორტსმენებს, მერე შემდგომშიც იწამლებიან ამ სპორტის სახეობით. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, ჩვენი გადაცემა ამით ამოიწურა, მამუკა კარტუზე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ამით აგემშვიდობებით შევხვდებით უკვე ხვალ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.